ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1953 წელს, მაშინ, როცა საქართველოს გათავისუფლებაზე ფიქრიც კი საშიში იყო, 14-15 წლის სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს მსჯელობა არალეგალური ორგანიზაციის შექმნასა და საქართველოს გათავისუფლებაზე. მათ დააფუძნეს პატრიოტული ორგანიზაცია გორგასლიანი. ორგანიზაციის საქმიანობა განსაკუთრებით გააქტიურდა 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიის შემდეგ. ახალგაზრდებმა დაბეჭდეს პროკლამაციები და თბილისის სხვადასხვა უბნებში გამოაკლეს. პროკლამაციის მოკლე შინაარსი ასეთი იყო: ქართველებო, სხვა არავინაა მშველელი, ჩვენი საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივახციოთ თავისუფლებას, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს. რამდენიმე დღეში ორგანიზაციის წევრები დააპატიმრეს. სასამართლოზე ისინი ანტისაბჭოთა საქმიანობაში დამნაშავეცნეს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებებად მხედველობაში მიიღო მათი ასაკი და მსჯავრდებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდა. ძალადობრივი დაჯგუფება. სწორედ ეს კვალიფიკაცია მიანიჭა საბჭოთა სუკმა ამ ახალგაზრდებს, თუმცა ისინი მომავალში საქართველოს განმანთავისუფლებლები და ერის საუკეთესო მამულიშვილნი გამოდგნენ. მათ შორის იყვნენ ზვიად გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, გურამ დოჩანაშვილი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მათთან ერთად ასევე იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი, უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი და საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. სკოლის მეგობრების მიერ შექმნილი არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ისახავდა მიზნად. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმ დიდი და ეკლიანი გზისა, რომელიც მერაბ კოსტავამ თავის თანამოაზრეებთან ერთად გაიარა და საბოლოოდ საქართველოს თავისუფლებამდე მიიყვანა. მერაბ კოსტავა დაიბადა თბილისში 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. მერაბის პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ ითამაშა. მისი იდეები მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად აყალიბებდა. ბავშვობის დროიდანვე ჩემი იდეალი. ასე მოიხსენიებს მერაბ კოსტავა თავის წერილში ბიძას. 1946 წელს კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჭითით. სწორედ ამ სკოლაში გაიცნო ზვიად გამსახურდია. მათ აქვე გადაწყვიტეს ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისთვის. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე ასევე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ. ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან იწყება მერაბ კოსტავას პოლიტიკური მოღვაწეობა. 14-15 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად იგი აარსებს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პირველ პატრიოტულ არალეგალურ ორგანიზაციას გორგასლიანს, რომელმაც 1950-იან წლებში დიდი გამოხმაურება პოვა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა წლებში მერაბი მუშაობს რუსთავისა და თბილისის სამუსიკო სასწავლებელში. მოგვიანებით ჟურნალ ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში რედაქტორი გახდა, სადაც ქართული მუსიკისა და თეატრის განვითარების საკითხებზე წერილებს აქვეყნებდა. მერაბ კოსტავა კარგად უკრავდა, ღეროდა და ლექსებსაც წერდა. იშვიათი მუსიკალური მონაცემების მქონე მერაბს შეეძლო ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო, მაგრამ მან სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა აირჩია. 1972 წელს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა აყალიბებენ საქართველოში ადამიანის უფლება და დაცვის საინიციატივო ჯგუფს. ეს წლები მეტად ნაყოფიერია ქართული გაუმცემლებისთვის. ამ პერიოდში თბილისში იბეჭდება და ვრცელდება არალეგალური ლიტერატურა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია არქიპელაგ გულაგი, ლოდების ქვემოდან, მშვიდობა და ძალადობა, მიმდინარე ამბების ქრონიკა და მრავალი სხვა. მასიური ტირაჟით იწყებს გამოსვლას ქართული თვითგამოცემის ჟურნალები ოქროს საწმისი და საქართველოს მოამბე. გამსახურდიასა და კოსტავას მიერ საქართველოს გასათავისუფლებლად წამოწყებული მშვიდობიანი ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლებისთვის საშიში გახდა. არალეგალური ლიტერატურის თარგმნას, დაბეჭდვას, გავრცელებას, ანტისაბჭოთა ჟურნალების გამოცემას, სხვა დისიდენტებთან ურთიერთობას ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დაპატიმრება მოჰყვა.
დაპატიმრებამდე 2 კვირით ადრე მათი საქმიანობის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია დაიწყო, ბინძური სტატიებითა და ლექსებით. ისინი სამშობლოს მოღალატეებად, სოციალიზმის მტრებად, თვითმარქვია ერისკაცებად გამოაცხადეს. 1977 წელს ორივე მათგანი დააპატიმრეს. აქედან დაიწყო მერაბ კოსტავას მოწამებრივი ცხოვრება. ციმბირში გადასახლებულმა მერაბმა უხვად იწვნია ფსიქიატრიული საავადმყოფოსა თუ საპყრობილის საკნები, ძალადობა, უსამართლობა, დამცირება. კოსტავა უტეხი ნებისყოფის გამოდგა. გადასახლებაშიც შეურიგებლად იცავდა ადამიანის უფლებებს, პატიმართა ღირსებას. ამისთვის კიდევ უფრო გაუგრძელეს პატიმრობა და აუტანელი პირობები შეუქმნეს. 1984 წლის 12 ნოემბერს მერაბმა საკვების ნებაყოფლობით მიღებაზე უარი თქვა. ამ დღიდან იწყება გრძელვადიანი შიმშილობა, რომელიც წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. მისი ეს თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 1978 და 1985 წლებში ამერიკის კონგრესმა კოსტავა სხვა დისიდენტებთან ერთად მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე წარადგინა და ის სინდისის პატიმრად აღიარა. ამ დროს მერაბიც სიმბირის კარცერში სიკვდილს ებრძოდა. ყველაფერი დათმო, რისი დათმობაც ადამიანს შეუძლია. პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობა, ოჯახი, ბოლოს კი შვილიც. 1985 წელს თბილისში მერაბის ერთადერთი ვაჟი 25 წლის ირაკლის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მერაბ კოსტავას სახელი მსოფლიომ გაიგო. უცხო ქვეყნებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს. პოლიტიკური ზეწოლის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა ის გაეთავისუფლებინა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10 წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე ინტენსიურად აგრძელებს საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა ახალ ფაზაში შედის. ზვიად გამსახურდიასთან ერთად იგი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგის თუ დემონსტრაციის ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე იყო. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კოსტავა სხვა ლიდერებთან ერთად კვლავ დაატოსაღეს, მაგრამ აზვირთებული ხალხის მოთხოვნით იძულებული გახდნენ გამოეშვათ. ამ დროს ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობამ განვითარების აპოგეას მიაღწია და როცა საქართველოს გათავისუფლება ახლოვდებოდა, სწორედ მაშინ გამოსტაცა სიკვდილმა ქართველ ხალხს მერაბ კოსტავა. 1989 წლის 13 ოქტომბერს სავარაუდოდ სუკის მიერ მოწყობილ ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. მისი დაკრძალვის დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია. დაკრძალვას არნახული რაოდენობის ხალხი დაესრო. სამშობლო მისთვის წმინდათა წმინდა იყო. როცა ბევრნი თანამოძმის ძარცვით, ქართული მიწის გაყიდვით, თანამდებობების, ფუფუნებისა და სხვა სიამის მოხვეჭით იყვნენ ქართული, მან სამშობლო შესწირა თავი. მერაბ კოსტავა, რომელიც დიდ ავტორიტეტს წარმოადგენდა, ყოველთვის შემარიგებელ პოზიციაზე იდგა ურთიერთდაპირისპირებულ ეროვნულ ძალებს შორის. მისი დაღუპვის შემდეგ განხეთქილება ეროვნულ მოძრაობაში კიდევ უფრო დაჩქარდა, გაღრმავდა და მოგვიანებით სავალალო შედეგებიც გამოიღო. დინების საწინააღმდეგო ცვლა სკოლის ასაკიდანვე საბჭოთა კავშირის ყველაზე სასტიკ, რეპრესიულ ფაზაში მენტალურ სიმტკიცეს უდავოდ მოითხოვდა. თუმცა მერაბ კოსტავას რეალობასთან კავშირი გადასახლებისა და კარცერში ჯდომის დროსაც არ დაუკარგავს. მერაბ კოსტავა ფეხზე მოსიარული თავისუფლება იყო, ხოლო მისი სიცოცხლე მარადიული მზადება რაინდული სიკვდილისთვის. ასე დაწერა ჯანსულ ჩარკვიანმა მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაივაში, ამ სისხლის ბრაში პირველად ასა შეკრული, ასა